ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში ჰიდროელექტროსადგური სტორი ჰესისა და ელექტროგადამცემი ხაზი სტორი ჰესი ახალი თელავის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მარიამ ქრუიშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული თვითკბარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. სამუშაოები 2026 წელს დასრულდება. დღეს მოვინახულეთ სტორი ჰესი, რომელიც არის მშენებლობის პროცესში მყოფი ჰიდროელექტროსადგური. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და სტორი ჰესის შორის უკვე შედგა ხელშეკრულების პირველი ფაზის დასრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მშენებლობა დაიწყება 100 კილოვოლტის სიმძლავრის გადამცემი ხაზის, რომელიც სტორი ჰესს დააკავშირებს სისტემასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს ელექტროსისტემას შეემატება პირველ ეტაპზე 17.5 მეგავატი, ხოლო ცოტა ხანში 36 მეგავატი სიმძლავრე, რაც ხელს უწყობს სასაკვირველია ქვეყნის ენერგო მომარაგების უზრუნველყოფას. სტორის ხაზის შენებლობა დაფინანსებულია გერმანული ბანკის KfW-ს მიერ, ხოლო ზედამხედველობას ახორციელებს ასევე გერმანული კომპანია Fichtner-ი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქული კომპანია მიტაში, რომლის ქვეკონტრაქტორი დღეს შეიცვალა და გახდა თავად ჰესის წარმოებელი, ჰესის ამშენებელი კომპანია სტორი, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა. თავდაპირველად ტენდერის თვითღირებულება იყო 12 მილიონი ევრო, ხოლო დღეს მოვაწერეთ ხელი, რომ პროექტი გაიაფრდეს 3 მილიონი დოლარით, რაც გარკვეულწილად ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ თითქმის ყველა პროექტზე ვახდენთ ხელისუფლების გადახედვას იმისთვის, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ხარჯები დაიზოგოს და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ხელი შეუწყოთ ბიზნესის განვითარებას. კასკადური ჰესია არის სტორი 1, 35 და 6 სიმძლავრის მეგავატის, მეორე სტორი 2 არის 12 მეგავატის, პირველის გაშვებას ველოდებით ახლა პირველი ნაწილის და მაგის გარდა 100 კილოვოლტიანი ხაზის გარდა აუცილებლად აღნიშნოს, რომ 35 კილოვოლტის საშუალება მოგვეცა ისევ სესეს დახმარებით, რომ დროებით ერთი გენერატორის სიმძლავრე რო გავიტაროთ. მთლიანად ალბათ ველოდებით გაშვებას პირველი ნაწილი იქნება მარტი-აპრილი, სტორი 2 იქნება სადაც წლის ბოლოს შემოდგომა და თორსურის სიმძლავრით ჩაერთება ალბათ 27-ის ზაფხულამდე და მივიღებთ 57 მეგავატს.